ახლა ფეხბურთის თემა გავაგრძელოთ ისევ მე და თამთა კიდევ ყურადღებით დავждებით და მოგისმენთ თუ და მოგვიყევი მუნდიალის ისტორია და საქართველოსთან კავშირზეა საუბარი თუ ზოგადად ქართველების კავშირზე მუნდიალთან, მსოფლიო ჩემპიონატთან, ანუ ყვებით იმ ქართველი ფეხბურთელების შესახებ, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ მონაწილეობა მიღებული მსოფლიო ჩემპიონატზე, ესე იგი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის და აი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა წელს ქართველებსაც აქვთ მონაწილეობა მიღებული. ფეხბურთის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი არის ეს, რა თქმა უნდა და მოკლედ ქართული ფეხბურთის ისტორიის იმ ნაწილს მიმოვიხილავთ ახლა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებს უკავშირდება. სანამ ეროვნული ნაკრები დამოუკიდებელი სახელით გავა მუნდიალზე, რისი სურვილიც ყველას ძალიან გვაქვს, საინტერესოა გადავხედოთ ციფრებს, ფაქტებს, სტატისტიკას როგორი არის. სულ 13 ქართველ ფეხბურთელს აქვს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო პირველობაზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად და გამოვყოთ ის საკვანძო მომენტები, რომლებიც საერთაშორისო სტატისტიკაში დაფიქსირდა. ქართველების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 1962 წელს ჩილეში შედგა იმ ტურნირზე საბჭოთა ნაკრების განაცხადში სამი ქართველი მცველი ფიგურირებდა, ეს იყო გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა და სლავა მეტრეველი. სწორედ სლავა მეტრეველი გახდა პირველი ქართველი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. კი ბატონო. ეს არის ისტორია, რაც რა თქმა უნდა მან ასეთი რაზი მოხდა, როდესაც ჩავიდნენ ჩილეში, იქაური გაზეთები წერდნენ, რომ სად არის მესხი. სად არის მესხი? ყველა იყო გაგიჟებული, როგორ შეიძლება ამ კაცის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი და ახლა მოგიხსენებათ ქართველებს ასე 4 კაცი არ წაიყვანათ. კი ბატონო. ეს მოხდა როგორც აღნიშნეთ ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან მატჩში, მესამე ადგილისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა მაშინ და საბჭოთა გუნდმა 2-1 წააგო სამწუხაროდ. შემდეგ იყო 1966 წელი, ინგლისი ფეხბურთის სამშობლოში, ქართული წარმომადგენლობა უკვე 5 ფეხბურთელამდე გაიზარდა, გუნდში იყვნენ მურთაზ ხურცილავაც, გიორგი სიჭინავაც, ასევე იქ იყო ვლადიმერ ბარქაია, სლავა მეტრეველი და მეკარე გახდათ ანზორ კავაზაშვილი. რაც შეეხება 1970 წელს მექსიკაში ხდება მოქმედება და ესე იგი 72 წლის პრეცედენტი 70 წელს მექსიკის მუნდიალზე ნაკრებში კვლავ ითამაშეს ხურცილავამ, მეტრეველმა ნიკა არ შემეშალოს. არ გეშლება არაფერი. თუმცა ხო, მათ შეუერთდნენ კახი ასათიანი და გივი ნოდია. ასათიანზე ქონდა შენ კითხვა წინა გადაცემაში. პირველი ყვითელი ბარათი ისტორიაში. ხო, იცოდით ეს. ასათიანი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში და საფეხბურთო ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, პირველი ყვითელი ბარათი მიიღო ქართველმა. ესე იგი, ასათიანმა ამ ტურნირზე შვედეთის ნაკრების უკაცრავად ყველაფერში რო პირველები ვართ ეს ქართველი. რა თქმა უნდა, თელ ბარათებშიც კი. რა თქმა უნდა, ყველგან ჩვენი სახელი უნდა გქონდეს და ესე იგი, ასათიანმა ამ ტურნირზე შვედეთის ნაკრების კარში გოლის გატანა შეძლო და აი ამ ეპოქის მთავარი ფაქტი შეიძლება ითქვას, რომ მურთაზ ხურცილავას უკავშირდება, ის გახდა პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ჯერჯერობით, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე კაპიტნის სამკლაურით უძღვებოდა. საერთო ჯამში ხურცილავამ 3 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, რაც ქართველებს შორის შეიძლება ითქვას, რომ რეკორდული მაჩვენებელი არის. რაც შეეხება 1982 წელს, ეს ვიცით ქართული ფეხბურთისთვის რა ეპოქა არის. ოქროს თაობა ნამდვილად ესპანეთი, თბილისის დინამოს თაობა არის ეს რეალურად და ბოლო მუნდიალი, სადაც ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს იყო სწორედ 82 წლის ესპანეთის ჩემპიონატი, თბილისის დინამოს მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ. ლოგიკური იყო, რომ ნაკრების ბირთვი სწორედ ქართველებით იქნებოდა დაკომპლექტებული. ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო, ასევე რამა შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია. ამ ტურნირზე სხვათა შორის ალექსანდრე ჩივაძემ ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გაიტანა გოლი. რამა შენგელიამ შოტლანდიასთან მატჩში მოახერხა გოლის გატანა. ეს ფრედ დასრულდა ეს მატჩი 2-2 და როდესაც 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თენგიზ სულაქველიძე, სხვათა შორის თუ ალექსანდრე ჩივაძე ნაკრების ინტელექტუალური ცენტრი იყო და რამა შენგელია მთავარი დამრტყმელი ძალა, ასე ვთქვათ, სულაქველიძე წარმოადგენდა გუნდის ტაქტიკურ საყრდენს. რამდენიმე წამში ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩართვაც გვექნება ბატონ თენგიზი შემოგვიერთდება და მისგან უფრო მეც მოვისმენთ და საინტერესო სხვათა შორის შეიძლება მაყურებელს გაუკვირდეს თუ რატომ არ არის ამ ჩამონათვალში დავით ყიფიანი.
დავით ყიფიანი, იმიტომ რომ დავით ყიფიანზე მაგარი ნახევარმცველი ჩვენს ისტორიაში შეიძლება არც ყოფილიყო და სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცოტა იყო. ერთი წლით ადრე 91 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე 4 ტურნირი ჩატარდა, სადაც დინამომ, მიუნხენის ბაიერნმა, მადრიდის რეალმა და ერთი გუნდი იყო, არ მახსოვს ზუსტად, ვინ იღებდა მონაწილეობას, სადაც ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და დინამო თბილისი გადაეყარნენ და რეალს ყავდა ასეთი მცველი ანხელი, რომელიც იყო ძალიან უხეში და ძალიან ცუდი ფეხბურთელი და რომ ვერაფერი მოუხერხა დავით ყიფიანს, ადგა და მოტეხა ფეხი ამხანაგურ ტურნირზე და სწორედ ამიტომ შემდეგ ძალიან გაუჭირდა ეხა ფეხის მოტეხვა 80-იან წლებში გაცილებით რთული იყო, შემდეგ აღდგენა ხო, ლოგიკურია და ძალიან გაუჭირდა შემდეგ ყიფიანს ფორმის აღდგენა სოფლიოზე გასვლა. გადამწყვეტი თამაში რო არის ასეთ შემთხვევაშიც კი არა ძალიან არასპორტული, არა ადამიანური საწელია და ამხანაგურების შეხვედრაში რო ასეთ რამეს ჩადიხარ, ბოროტი. ამდენი წელი გავიდა და კვლავ გვახსოვს ქართულ გულშემატკივარს ანხელი და სულ კარგად ვიხსენებთ ხოლმე მის სახელს. დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად ვიხსენებ. კი, და სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ჩაგიზდაო შვილი კატო ყიფიანი არის ჩვენი გუნდის წევრი და ძალიან გვეამაყება ჩვენ ეს ამბავი და ახლა როგორც დავაანონსე მანამდე შავაჯამოთ მოკლედ ქართველებს სულ 5 გოლი აქვთ გატანილი მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს არის ზუსტი მშრალი სტატისტიკა რომელიც აბსოლუტებს ჩვენს საფეხბურთო მემკვიდრეობას